ევერესტი სამყაროს გადმოსახედია, რომლის დალაშქვრაზე ყველა მთამსვლელი ოცნებობს. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია, თუმცა ამავდროულად ყველაზე საშიშიც. უამრავი მთამსვლელი, რომელმაც დანიშნულების წერტილამდე ვერ მიაღწია, ევერესტის ფერდობზე დარჩა. იქ კი უკვე 10 და შეიძლება 100 წელიწადია დაფარული თოვლისა და ყინულის სქელი ფენით. მთამსვლელები კი, რომლებიც ცდილობენ მიაღწიონ ევერესტის უმაღლეს წერტილს, გზად ხვდებიან წლების წინ გარდაცვლილ ხალხს და აფიქრებთ ერთი რამ. იქნებ შემდეგი მე ვარ. რა მოხდება თუ კი ვეღარ გავაღწევ ამ სასიკვდილო ადგილიდან? ფული აქ ვერაფერს წყვეტს, კვდება როგორც მდიდარი, ისევე ღარიბი, ორივე ერთი და იგივე მდგომარეობაში. 8000 მეტრზე მეტი სიმაღლის მთაზე არ მუშაობს ის წესები, რაც ქვემოთ. მთამსვლელები განსხვავებული ხალხია, ასევე განსხვავებული სურვილებით. ჩვეულებრივ ადამიანს უჭირს მათი გაგება, თუ რატომ უყვართ ამ ხალხს თვეების გატარება მთის წვერზე სიცივეში. არავისთვის არაა უცნობი, რომ მწვერვალების დალაშქვრა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული საქმეა. ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ. ყოველი მთამსვლელი, რომელიც აქ ასვლას გადაწყვეტს, წინასწარ იაზრებს იმას, რომ შეიძლება აქვე დარჩეს სამუდამოდ. შესაბამისად, ყოველი ასეთი გამგზავრება იწყება ფიქრით. შევხვდები ოჯახს და ახლობლებს კიდევ. თუ კი ასეთი მებრძოლი ხალხია მთამსვლელები და მათ კარგად იციან ერთად შრომის ფასი, რატომ ტოვებენ მკვდარ თანამებრძოლებს 8000 მეტრის სიმაღლეზე უპატრონოდ? თუ კი მოკვდება მთამსვლელი, ხომ შეიძლება რომ მისი სხეული ჩამოიტანონ და შესაბამისად დაკრძალონ. ერთი შეხედვით ეს ლოგიკური კითხვებია. მთამსვლელებს თავისი წესები გააჩნიათ. ამ წესებში კი ძალიან ბევრი დეტალია გათვალისწინებული, რადგან ეს საქმე სიკვდილ სიცოცხლეს ეხება. ამ წესების ნაწილია სწორედ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი მთამსვლელის დახმარება. თუმცა, როდესაც საქმე ეხება დაღუპულ მთამსვლელს და მის ჩამოსვენებას, აქ საქმე სხვაგვარადაა. როგორც წესი, ადამიანი დღეში ევერესტზე ასვლისას საშუალოდ 500 მეტრს გადის, ან შეიძლება უფრო ნაკლებსაც. ყველაფერში ხშირად დამნაშავე მთის დაავადებაა. მთის დაავადება ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მაღლა ასვლისას განვითარებული დაავადება, რისი მიზეზით ჟანგბადის უკმარისობა. სწრაფი ასვლისას ამ მდგომარეობას თან ახლავს დაბალი ატმოსფერული წნევის ზემოქმედება, ულტრაიისფერი რადიაციის, იონიზებული ჰაერის და სხვა ფაქტორების გავლენა. კუნთების დატვირთვა აძლიერებს დაავადების განვითარებას. დიდ სიმაღლეზე ატმოსფერული წნევა მცირდება და ჰაერის ჟანგბადით გაჯერება იკლებს. რაც უფრო სწრაფად ადის ადამიანი მაღლა, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ იქ ჰაერმა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ყველაზე საშიშია ჰიპოქსია. ზღვის დონიდან 3000 მეტრზე ჟანგბადის პარციალური წნევა 79%-ია. 5500 მეტრზე კი ჩასუნთქვისას ფილტვებში დაახლოებით 2-ჯერ უფრო ნაკლები ჟანგბადი ხვდება, ვიდრე ეს ქვემოთ არის. ძილის დროს სისხლში ჟანგბადის დონე კიდევ უფრო იკლებს. ჟანგბადის შიმშილის დასაკმაყოფილებლად ორგანიზმი ჰემოგლობინის გაძლიერებულ გამოყოფას იწყებს. ამის გამო გულის დატვირთვა კიდევ უფრო იზრდება. ზოგ მთამსვლელს კი ფილტვებში სითხე უგროვდება ამის გამო. ზოგადი სისუსტისა და მომატებული დაღლილობის გარდა ფილტვებში წყლის გამო ადამიანს ღამით სული ეხუთება. ეწყება ხველის შეტევები და იმდენად ძლიერია ასეთი შეტევები, რომ ნეკნებიც კი იბზარება. მოძრაობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ადამიანს ჰაერი მაშინაც კი არ ყოფნის, როცა გაუმძრევლად წევს. ვინც ასეთ სიმაღლეზე საღაზრზე დარჩება, ორგანიზმის ფუნქციონირებას სერიოზული პრობლემები ექმნება. ძნელად გაღვიძება კუნთების ატროფია, წონაში მკვეთრი კლება. დაღლილობა და დასუსტებული მხედველობა მთიდან ჩამოვარდნის რისკს 1-2-რად ზრდის. როგორც წესი, ბოლო შეტევა სიმაღლის დასაპყრობად 1 დღეზეა გათვლილი. ამიტომაც უშუალოდ მწვერვალის პიკთან საათობით გაჩერება ბევრი ალპინისტისთვის საბედისწერო ხდება და ისინი სიცოცხლეს ამთავრებენ. დაღლილობა და დასუსტებული მხედველობა მთიდან ჩამოვარდნის რისკს ზრდის. გამოცდილი მთამსვლელები ამბობენ, რომ ასეთ სიმაღლეზე ადამიანი კარგად გრძნობს ბალანსს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ევერესტზე დაღუპული ხალხის სხეულები უკვე არაერთი წელია გაყინულია ამ მწვერვალზე. ასეთ სიმაღლეზე ადამიანის კუნთები მაქსიმუმ 50%-ით მუშაობს. ყოველი მეტრის დაფარვასთან ერთად კუნთების მუშაობაც იკლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 6000 მეტრის სიმაღლეზე შრომის უნარიანობა ადამიანში 40%-მდე მცირდება, 7000 მეტრზე 30%-მდე, ხოლო 8000 მეტრის დაფარვის შემდეგ შეიძლება კუნთების მუშაობა 15%-მდეც კი შემცირდეს. იქ ასული ადამიანების უმეტესობას ბოლოს იმის უნარიც კი აღარ აქვს, რომ ჟანგბადის ნიღაბი საკუთარი ხელით გაიკეთოს. ასე რომ ფიზიკურად შეუძლებელია ვინმე მიქედან მკვდარი ადამიანი ჩამოასვენოს. იქ მთამსვლელებს ერთი ნაბიჯის გადასადგმელად 10-ჯერ უწევთ ჩასუნთქვა და უკანასკნელი ძალების მოკრება. ამავდროულად განსაკუთრებით რთულია ჩამოსვლის მომენტი, რადგან ჩამოსვლა ბევრად უფრო სახიფათოა ვიდრე ასვლა.
შეუძლებელია ვერტმფრენით გადმოყვანა მკვდრების. ასეთ სიმაღლეზე ვერტმფრენი ვერ აფრინდება. ამავდროულად ვერტმფრენისთვის კარგი ამინდია საჭირო, რაც ევერესტის თავზე იშვიათია. ამიტომაც ევერესტზე დაღუპული ადამიანების სხეულები სამუდამოდ იქ რჩება. აქ არ წყვეთ საქმეს მორალი. აქ შენ ჟანგბადის მონახდები, სადაც შენზე აღარაფერი აღარ არის დამოკიდებული. ჟანგბადზეა დამოკიდებული იცოცხლებ თუ გადარჩები. როგორც მთამსვლელები ამბობენ, აქ ძირითადად ისეთი ადამიანები მიდიან, ვისაც ცხოვრებაში რთული დღეები უდგათ. ხოლო მას შემდეგ, რაც ევერესტს დაიპყრობ, ცხოვრებაში არც ერთი დაბრკოლება აღარ გეჩვენება დაუძლეველი. ჩვენი დღევანდელი ვიდეო კი ასე მიიწურა. აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი ახალი არხი და გაუზიარეთ ვიდეო მეგობრებს. ჩვენ შემდეგ ვიდეომდე გამშვიდობებით. დროებით.